ლია ბაქაკური ტატუნაშვილი. ნაწყვეტი პოემიდან მეფე ვახტანგ გორგასალი. მეფე სავსე ღვთის სინათლით, 12 ბრჭყალის სიმაღლის, ჭკვიანი, წინ დახედული, გამჭრიახი და ქებული, მეომარ მხედართ მთავარი სად არის რომ არ სად არის, მოღვაწე სახელმწიფოსი და დიდი პოლიტიკოსი. ძლიერი ღვთის საქმის დარგში, შორს მჭვრეტი სიმართლის თქმაში, ბრძნულ საქმის გადაწყვეტაში, როგორც ხვნაში, ისე მკაში. შენა ხორნაბუჯი, ჭერემი და არტანუჯი უჯარმა, კიდევ მრავალი ვერ ჩამოვთვლით, დრო არ არის. მეფე ვახტანგ გორგასალი მეფის ეტალონი არის. ხმალს რომ ჯვარს სამთხვევდა კაცი, იმის ჯვარი ცხოვარ არის. ჩვენ სადროშა სამადლიანს, გორგასლიანს, ვახტანგიანს ქართველნი მივიჩნევთ ხატად. ვით გორგასალს მეფეს მართავს. მტერთან ერთ-ერთ საბრძოლასა, 150,000-სა, მხედარს მოუკლა სპარსელი, საფლავ ყოფილა სათხრელი. ჩააწვენენ სამსაფლავში, მტრიშვილებს დახოცილს ქართლში. შვილო, დედა გენაცვალოს, მაღალ ღმერთმა შეგიწყალოს, ვერ ჩასძახებს დედა შვილსა ჩვენთვის მტერსა მისთვის გმირსა, მაგრამ ჩვენი მეომრები, ჭირისას მტრის მეგობრები, მუჭით მიწას მიაყრიან, სამსა გორას მიათვლიან, საფლავს იდგა სამი გორა და დღესაც ქვია სამგორა. მეფეს ბოლო გამარჯვება არ შეარგო მტარვალ მტერმა, ბრძოლის ველზე ვერ აკლამენის არ საუსმევენ შხამებს. ეპარებიან ქურდულად, რადგან არ ძალუძთ კაცურად, შხამიანი ისრით კლამენ მეფე როს ზე ასწევს მკლავებს, მაგრამ ვერ მოკლეს სახელი და მისი საქმე საქები. როგორც შხარა მყარად მდგარი, დღესაც გვახსოვს გორგასალი.